მოგესალმებით, მე ვარ ჟანა ვართანიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და დღეს ჩემს ვიდეობლოგში მინდა ვისაუბრო მდგრადი განვითარების სამ ძირითად მიზნებზე: სიღარიბის აღმოფხვაზე, უთანასწორობის შემცირებასა და ეკოლოგიის დაცვაზე. მდგრადი განვითარების მიზანი ნომერ პირველი: სიღარიბის აღმოფხვა. მიზანი გულისხმობს არა მხოლოდ უკიდურესი სიღარიბის შემცირებას, არამედ ისეთი პირობების შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და შანსი. 2030 წლამდე სიღარიბის სრულად აღმოფხვა რთული ამოცანაა, თუმცა მისი მნიშვნელოვნად შემცირება რეალისტურ მიზნად შეიძლება შეითვალოს. საქართველოსთვის განსაკუთრებული გამოწვევაა რეგიონებს შორის ეკონომიკური განსხვავება და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, მცირე ბიზნესების ხელშეწყობა, სოციალური დაცვის პროგრამების გაცვლიერება და ხარისხიანი განათლებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოში მე ყურადღებას გავამახვილებ რეგიონალურ ეკონომიკის განვითარებას. კერძოდ ხელს შევუწყობდი მცირე მეწარმეების დაფინანსებას, პროფესიული განათლების პროგრამების გაფართოებას და ახალგაზრდებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას, რათა მათ საკუთარი რეგიონის დატოვების გარეშე შეძლონ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა. მდგრადი განვითარების მიზანი ნომერ 10: უთანასწორობის შემცირება. ეს მიზანი მიმართულია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობის შემცირებისკენ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილის. 2030 წლამდე უთანასწორობის სრულად აღმოფხვა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, თუ სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებული იქნება თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე. მიზნის განხორციელება შესაძლებელია განათლების, ჯანდაცვისა თუ შრომის ბაზარზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გზით. ასევე მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმების არსებობა და რეგიონალური განვითარების მხარდაჭერა. საქართველოში ამ მიმართულებით მე გავაძლიერებდი პროგრამებს, რომლებიც მაღალმთიან და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მისცემს ხარისხიანი განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. ასევე მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებაში ტოლერანტობისა და თანასწორობის კულტურის გაძლიერება. მდგრადი განვითარების მიზანი ნომერ 15: ეკოსისტემის დაცვა. ბუნებრივი გარემოს დაცვა კაცობრიობის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა. აღნიშნული მიზანი მოიცავს ტყეების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მიწის დეგრადაციის შემცირებას და ეკოსისტემის აღდგენას. 2030 წლამდე ამ მიზნის მიღწევა დიდ ნაწილად დამოკიდებულია როგორც სახელმწიფო პოლიტიკაზე, ისე საზოგადოების გარემოდაცვით ცნობიერებაზე. საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი რესურსებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით. მიზნის მისაღწევად საჭიროა ტყის უკანონო გაჩეხვის კონტროლი, დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენება და გარემოსადაცვითი განათლების განვითარება საქართველოში. საქართველოში მე ხელს შევუწყობდი ფართომასშტაბიან გამწვანების პროექტებს, სკოლებში გარემოს დაცვითი განათლების გაძლიერებას და მოხალისეობრივი პროგრამების შექმნას, რომლებიც ახალგაზრდებს ბუნების დაცვის პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართავდა და ასევე აუცილებელია დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. სიღარიბის შემცირება, უთანასწორობის დაძლევა და ეკოსისტემის დაცვა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიზნებია. ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური სამართლიანობა და გარემოს დაცვა მდგრადი განვითარების სამი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. საქართველოსთვის ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, არამედ ქვეყნის გრძელვადიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მადლობა ყურადღებისთვის.